პირიქით ეუბნება ქრისტე მოციქულებს, წადით და მე მომიყვანეთ მე. ხო და აგერ ბიბლიაში რო წავიკითხე ეს ქრისტესთან უნდა მიხვიდეთ და გაგაგებინებს ქრისტე. არ გინდათ ჩემო კარგებო რა, ავიცი აი გაუცებული ვარ პირდაპირ. როგორ უნდა იყვიროს კაცმა? მე მეტი საშუალება არ მაქვს რა. მეტი საშუალება მე არ გამაჩნია. ჩემი ინტელექტი და რწმენის გამჟღავნება ჩემი საუბარი. არ გამითენდეს ხვალინდელი დღე თუ მე ვიტყვებოდი და мотиваცია იყოს სხვა რამე, ან გამდიდრება, ან პირადი, ან გამითენდეს ხვალინდელი დღე რა, აი ღმერთი ისმეს, ხო? თუ ჩემი мотиваცია არის მხოლოდ პირადი სარგებელი. არ არის ჩემი мотиваცია პირადსა. ჩემი мотиваცია არის ქრისტეს შეყვარება ყველა და ყველა ძმებსა და დებს რო შევიძინებ რა კარგი რამეა რა. ეს არის ჩემი мотиваცია. აი ქრისტეს შევაყვარო ადამიანებს, ქრისტესთან მივიდეს ადამიანი და იგი გახდეს ჩემი ძმა და ჩემი და ჩემი შვილი თუ რა ვიცი რა დავარქვა კიდე და ჩემი ცოლი თუ რაც გინდათ ქრისტეში. აი ეს არის ეს ჩვენი მოძღვარი ხალხნო. და ეს არის ჩემი мотиваცია. თაელი საუბრების მანძე. რომ მე არაფერი არ გამაჩნია, არაფერი არ მაქვს მე. არც ახლა არც კარგი, მართლა გეუბნებით არაფერი არ მაქვს. ღმერთია მოწამე და არ ვიტყუები ნო. რა საჭიროა ეს ტყუილი მე ვერ გავიგე, მიშველით? ერთადერთი ეს არის სიხარული ეს. და რა უყურებ ადამიანებს გამიგერო ამ სახელს ესე, ამ ახინჯებენ. გული მოგიკვდება, მაგრამ და თან რა უყურებ, რომ შენი მოდგმის ხალხი ქრისტეს მაგულად ანტიქრისტეს ეთაყვანება. როგორ უნდა გაჩერდე ესე გულგრილად არ ვიცი. როგორ მაშინ ირემიაც უნდა გაჩერებულიყო რარჯიდა, ან ესაია, ან პავლეც რარჯიდა, რას დარბოდა ქვები და ჭოლოკები არ მოკლები ამ საწყალს. რატო ხედავ რომის იმპერიაში ის მოუწოდებდა ხალხს ღმერთისკენ და არა მთავრობისკენ, არც მთავრობას აგინებდა, არც მიტინგებს მართავდა, იგი ახარებდა აი ამ სიხარულს ქრისტემ რო უბოძა მას და ამაზე დიდი სიხარული არის როცა გაიგე რომ გადარჩენილი ხარ. ასე რომ мотиваცია ჩემი არ არის სხვა რამე. და რას მეჩხუბებით მე ვერ გავიგე ვიღაცები. მე გღუპავთ, მე ვარ დამნაშავე დაღუპისა. მე გეუბნებით რომ ქრისტიანი დავრჩეთ, ვიყოთ ქრისტიანები. მე არ გეუბნებით რომ არ იყოთ ქრისტიანი, მაგრამ მართლმადიდებლობა არ არის ქრისტიანობა, ამას ვიძახი. და არა იმას რომ ქრისტე არ გვინდა. მე არ ვქნით ახალ რელიგიას და არ იქა ჩვენთან მოდით. არ ვქნით არაფერს. ყველანაირი სექტა ჩემთვის მიუღებელია ორგანიზაცია. რა საჭიროა როცა ქრისტეა? რა საჭირო ეს გაუთავებელი სექტები, სკოლები, თავისი ლიდერები, თავისი წიგნები და წაიღეს ტვინი. ვერ მიჯნები ხო ხედავთ აგერ აი სახეზე ვარ. არ გინდათ მეგობრებო. სხვა მე არაფერი არ შემიძლია. ამიტომ გრძნობ, ვიცი და მწამს. აი ამას ვახმოვანებ. და ვისაც ეს არ სურს ამის მოსმენა, თვითონ ირჩევს გზას დაღუპვისაკენ. და რას ვიძახით რომ მოусმინეთ იესო ქრისტეს ბიბლიის სახით. ხო გაქვთ ქართულ ენაზე? არც ერთ ეპოქაში ქართველს არ ქონია ამდენი წიგნი რა. საწყალის ქართველები. მე-17 საუკუნის მე მღვდლებებზე ჩამოკიდებული. ისე დაიხოცნენ საწყლები, ეგონათ კარგ რამეს აკეთებდნენ. ეწირებოდნენ ბაგრატიონების ტახტს. მაინც ვერ შეინარჩუნეს და წინ ვერ გაიხედეს რომ ბაგრატიონების ტახტს გააუქმებდა ღმერთი და გააუქმა და 200 წელზე მეტია მისი ჭაჭანება არ არის. რაც არ უნდა მოინდომოთ, მაინც ვერ ხო უნდათ რომ მონარქია არ გამორიცხულია. როგორ ღმერთმა ეს მოსპო დაამთავრა. ახლა კი ჯერი ერზე მიდგა. და ერის კრიზისი დაიწყო კოლაფსის მერე. იმიტომ რომ ერმა ქრისტეს მაგურად ანტიქრისტეს შეაფარა თავი და ანტიქრისტეს მღვდლები გაამრავლა. ანტიქრისტიანი მღვდლები გაამრავლეთ თქვენ. და ამას იღებთ როგორც ქრისტეს. იღუპებით ხალხო, სულსაც ღუპავთ. თქვენ ვერც სახელმწიფო მოაწყეთ. დაფიქრდით თუ ქრისტიანები ხართ, ესეთ დღეში ღმერთმა რატო ჩაგაგდოთ? როგორ შეიძლება მამასთან შვილი იყოს სწორ ურთიერთობაში და მამა იმეტებდეს მრისხანებისთვის? ესეთი რამე არ არსებობს ხალხო. არა, რამ დაგაბნელად, რამ დაგაყრულად ხალხო 21 საუკუნეში ინტერნეტი გაქვთ, ყველა ინფორმაცია ქრისტეზე, ალტერნატიული მხადაგებლებია რამდენი, აგერ ჩვენგანაც გაიგეთ ინგლისურად, რუსულად, თურქულად, არაბულათაც კი. არაბიც კი მხადაგებელი სწორად ხადაგებს არაბულ ენაზე. უამრავ ენაზე არის მაგი ნათარგმნი, უამრავ ენაზე. და არ მესმის ხალხო რას ჩაებღაუჭეთ ამ კომუნისტ მღვდლებს, ამ გადაგვარებულებს, ამ სატანისტებს. ამათ დედაეტირებათ, ამათ მიზანი აქვთ სატანისგან, რომ მეტი ხალხი გააუბედუროს და მოკლას, მოიტაცოს და დაღუპოს. ციტირება ახალი აღთქმიდან. ეს აქვს სატანას ეს. და ჩვენი მოვალეობაა ქრისტიანებისა გამოვტაცოთ ამ სატანას ადამიანები და მიუთითოთ ვინ არის მხსენელი. დანარჩენი კი თქვენზეა დამოკიდებული.
თქვენ ირჩევთ ამას, გამიგეთ ჩემო კარგებო. მიაქციეთ რა ყურადღება მას, გაამახვილეთ ყურადღება. ყურად იღეთ შეგონებანი ღვთისა და ღვთისკაცებისა, რომელიც ბიბლიაშია, რამდენი ღვთისკაცი ვიცით ჩვენ. და მისი მიმდევრებისა თანამედროვე ეპოქაში რო არის. ხო არიან მიმდევრები. თქვენ კიდე მაგას ყურადღებას არ აქცევთ. და ეს დიპლომიანი მღვდლები რო დაისვით თავზე, ააშენეთ ქვეყანა. მღვდლება აიშენეს თავიანთი ყოფიერება. მაგათ დედა ეტირებათ რო იცოდეთ. ესენი ყველა, ესენი ანტიქრისტეს ემსახურებიან სატანას. თვითონ ეწინააღმდეგებიან ბიბლიას. მეტი რა ვქნა არ ვიცი რა. იღუპებით, რამდენიც გაემიჯნება გადარჩებით, ქვეყანასაც გადავარჩენ. თითოეულ თქვენზეა დამოკიდებული სახელმწიფოს გადარჩენა. და ჩვენი ვალია, ვინც ქრისტიანია, რადაც არ უნდა დაუჯდეს ამის მხილება. გინდაც თოფი გესროლონ, გინდაც ქვა, უნამუსო ვიყო თბილისში რო ყოფილიყავი, იგივეს ვიტყოდი რა. იგივეს ვიტყოდი. აბა ისე რა გამოვიდა. და შევარცხვინე ის ქართველი მანდ ვინც არის და თავს დებს პედაგოგობაზე და ხმას არირებს. ეშინია. აიცა, არ დგები ღმერთთან, გაიმართლებ თავს მეშინოდაო. რას ქვია, კაცო, ჯობია ღმერთის გულისთვის ქვა მოხდეს. ვიდრე პირიქით. ღმერთის სიყვარულისთვის ჯობია ქვა მოხდეს. დამიჯერეთ ეგა. არაფერს არ ერიდებოდა პავლეც. იმიტომ რომ მან იცოდა ვისთან ქონდა საქმე. იმიტომ რომ მას ხალხის გადარჩენის დავალება ქონდა ღმერთმა ესე უთხრა. გაავრცელეს, მომიყვანე ხალხი. მიუყვანა ბევრი ხალხი ის. მიუყვანა. ასევია დღეს არაფერი არ შეცვლილა. იგივე მოთხოვნილებას უყენებს ღმერთი ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მასთან მივა. ხო, მოწაფე ხარ ჩემი, წადი, მოწაფე ხარ ჩემი, სხვა მოწაფე მომიყვანე. ეს გვევალება ჩვენ ქრისტიანებს. ქრისტესთან ადამიანების მიყვანაა ქრისტიანის დანიშნულება. ქადაგებაზე დაყრდნობით დააინტერესო და მიიყვანა. როგორც მაგალითად პიროვნება არ იცნობს ქალს, ვლაპარაკობ ქალზე, შევაყვარე და სურვილი აღუძერი და მომდა ქალთან ურთიერთობა. აი ეს ევალება ქრისტიანს. ქართველი მართლმადიდებელი ანტიქრისტიანია, მრევლიც მასთან რო არის ანტიქრისტიანია. ესე იგი დაღუპვის კანდიდატები ხართ. მოშორდებით, გადარჩებით, არა თქვენი არჩევანია. და მე ხლა გინდა მაგინეთ და გინდა მლაწყეთ. ეგ მე არ მეხება. ხო იცით რომ მე მაგი არ მეხება. იგინეთ რამდენიც გინდა. თქვენ არ ახართ ჩემი სულის შემქმნელი და ჩემი სხეულის შემქმნელი. ვერაფერს ვერ დამაკლებთ. გამორიცხულია. დიდი მომკალი რა, მე შენ გონია მკვდები? ასე რომ მლანძღეთ და მთათხეთ. თქვენ იღუპებით და ამ თქვენ ლანძღვა თათხვაში თქვენ ღმერთს შეურაცხყოფთ. და ღმერთი კი არავისგან არ არის შეურაცხყოფილი, იმიტომ რასაც თეცა იმას მოიმკი. პირდაპირ არის ჩაწელი გალატელთა წელში. გახსოვთ ეგ საწელი? არა. შესმენა არ უნდა და მე სადაც ვლაპარაკობ. კატასტროფის წინაშეა ქართველი საზოგადოება და სახელმწიფო, რაც კომუნისტების მიერ შეთითხნი. ეს ხო კომუნისტების შექმნილი სახელმწიფოა და დამატებულია ევროპული რაღაცა სიტყვები, ევროპული რაღაცა დეკორაციები. არაფერი არ გამოგივათ, ხუხულასავით დაგენგრევათ და მაგზაზე დგას უკვე 35 წელზე მეტი ეს საქართველო. ამის დაფიქსირება საჭირო განგაშისად, ხო დარჩენს ღმერთი აკეთებს. ჩვენ არ ვიღებთ ამას, არ ვიღებთ. ანტიქრისტიანულ იმას არ ვიღებთ წარმოდგენებს. ვემიჯნებით, ვამხელთ და არც ვესვრით, არც ყვლავთ, იმიტომ რომ სატანას ვერ მოკლავ, ვერ დავბორკავ, მაგრამ იმას კი გავაგებინებ მოსახლეობას, რომ სატანა იესომ დაამარცხა. გამოგისყიდა და გამოყვაქით. ნახეთ, ხაგიოსელები ვართ, გამოყოფილები ვართ. გამოყო, გამოგვაცალკევა. ვინც ამას მიიღებს, გამოცალკევებულია. აი არის წმინდა ქართულად. გამოცალკევებული. და მართლმადიდებელი თუ ხარ, გამოცალკევებული არ ხარ, ესე იგი წმინდანი არ ხარ. და გაწმინდავებ თქვენ სატანა. ეს არის მაგარი მკრეხელობა, რომ სატანის საზოგადოება მოგანიჭებთ წმინდა და თქვენ მე იმ წმინდანებს დაიდებთ სახში და ეთაყვანებით. ესე იგი შავად არის თქვენი საქმე, ხალხნო. რა უნდა ამას არაფერი არ უნდა ერთხელ გაიაზრეთ, წაიკითხე ბიბლია, გაგინათება თავი ილოცე, მიხვდები, გაემიჯნები, გაგიხარდება და ძალით ვინ წაგათრევს? ვინ მეგათრევს? თქვენ კარგს ელოდებით? აი მაგას ვახმოვანებთ. საჯელი იმიტომ არის, რომ თქვენი არასწორი დამოკიდებულება ღმერთთან ღმერთს აღიზიანებს. მისი სახელით თქვენ მკრეხელობთ. მკრეხელობა თუ გინდათ მისი სახელი არ ახსენოთ. იმ მკრეხელით არ არის პრობლემა, აგერ წარმართი თურქეთი თქვენზე წარმატებულია. წარმართი არაბეთი თქვენზე წარმატებულია. რამდენი წარმართი ქვეყანა წარმატებულია თქვენ სახელმწიფოზე, თქვენ იქიდან იღებთ კეთილდღეობებს, ხო? აი თქვენ რატო ხართ ასე თუ ქრისტიანები ხართ ასე გაუბედურებულები? ყველანაირად გაუბედურებულები, ყველანაირად. და სად არის ქრისტე? სად არის მას ქრისტიანობა? სად მომძებნოთ ქრისტე? ვის ეცხადება? ყველა ენაზე
ყველა სახელმწიფოში დიდი ტირაჟით არის წიგნი ბიბლია და არავინ იქ არ იხედება. ყველა მეს ბიზნესად გამოაცხადა რელიგიის წარმოადგენება. შექმნეს სკოლები, სექტები, თანამშრომლობდნენ ზოგიერთები სახელმწიფოსთან, აი ესე კათოლიციზმი, პროტესტანტების ნაირსახეობებიც და პრავოსლავები. ნახეთ და ეს არის ყველაფერი სატანის ხარიკები, იმიტომ რომ იგი ემზადება შემოსასვლელად და შემოვა. იგი ამზადებს. ესე იგი ჩვენ ქრისტიანების ვალია ვამხილოთ ანტიქრისტიანული წარმოდგენები, ანტიქრისტე და გავმიჯნოთ ადამიანები აი ამ ოფიციალური ეკლესიებისგან. ესაა დღეს ჩვენი მოწოდება მსოფლიოში, ინგლისელის, ფრანგის, გერმანელის, ქართველის, რუსის ქრისტიანის. თავთავიანთ ქვეყნებში უნდა იქადაგონ ქრისტე, ეს ავალია ყველას ყველა ქვეყანაში. არაბებსაც კი არ გააკეთებენ დედაეტირებად, იმიტომ რომ ქრისტეში ახალი ადამიანია და ქრისტეში ახალი ადამიანი ახალიცა და ახალი დედამიწაც გამზადებულია. დანარჩენები წავლენ სატანასთან. ეს არის ჩემი აზრები ბიბლიაზე დაყრდნობით და არაფერი ჩემი არც თეორია აქვს, არაფერი არ შემირევია. არაფერი არ შემირევია. თუ არ და მამხილეთ აგერ წიგნი ვინც იცის იმან მამხილოს, აი მართლმადიდებელი ხილება ხო იცით სატანა გააფთრებულა გვებრძვის ჩვენ. ქრისტიანებს სატანა მაგრა ებრძვის, შეჭირვებას აძლევს ეკონომიკურ, სოციალურს, ფსიქიკურს, ფინანსურს, არ იცით რომ ესია? და არ იყვნენ შეჭირვებული? და თქვენ გონიათ რომ ქრისტიანი რო ხართ ყველაფერი გექნებათ? ეგ იქით. ამიტომ ხილება, როცა ხილებას აქვს ადგილი ქრისტიანის მიმართ, იმას სატანას დევნის რო იცოდე. ყველანაირად, აი იობი რატო იყო მაგ დღეში? იმიტომ რომ ცოცხალი ღმერთის ამღიარებელი იყო. რატო ჩააგდო სატანა მაგ დღეში მხოლოდ ნებართვა ღმერთი გზგანა იყო. და ღმერთმა დართო ეგ ნებართვა. რათა დაემტკიცებინა სატანას, რა თუნდა მტკიცებისაც ღმერთმა, რომ იობი ისევ ჩემი კაცია. დარჩა იობი ღმერთის კაცი რო იცოდეთ. არა? და სატანამ დამარცხდა. ღმერთს აჯობებდა ეს, იმიტომ რომ ღმერთმა უთხრა მართალი იობი. არ არის ეგ მართალი შენოსდო. კარგი, მიდი, გაძლევ. კარგი. ხოლოდ სულს ვერ შეეხები. ასე რომ ესეც ჩაწერილია ჩვენ წიგში და ნუ გონიათ რომ ქრისტიანი რო ხართ, ეს სატანური ქრისტიანობა არის, სატანური მართლმადიდებლობა, ყველაფერი გექნება. აი მღვდლებს ყველაფერი აქვს. შეაფარეს თავი, ლოცულობენ თურმე. კი, ლოცვა ურთიერთობა. ურთიერთობა კიდე არის ღმერთთან, არის სატანასთან. მართლმადიდებელი როცა ლოცულობს, სატანასთან აქვს ურთიერთობა. ის უსმენს, ის აძლევს პასუხობს ლოცვაზე და მოჩვენებიდან ხილში შედის და შემდეგ შედეგი ამისი დაღუპვარი. ასე რომ მართლმადიდებელი რო ტყვის ლოცულობო, სატანასთან აქვს ურთიერთობა. მრევლსაც და მოძღვრებსაც. ეს სატანის მოძღვრები არიან. ქრისტეს სახელით. ეს ყველაზე დიდი საშინელებაა ხალხო. აი ამის მხილება არის ქრისტიანის მოვალეობა, როგორც იესო ამხელდა ფარისევლებს. ხო, ფარისევლებს ამხელდა სიცვიერებში, განდიდებაში, ფორმალობაში, მაგრამ არ უმხილებია წიგნი, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ. თუ იმ წიგნიდან სწორად ისწავლებოდა, იმას მოусმინეთო, მაგრამ მათ საქმეებს არ გაყვეთო. დღეს მართლმადიდებლობაში სწორადაც არ გადმოსცემენ წიგს რო იცოდეთ. ასე რომ მართლმადიდებლს ვერაფერს ვერ მივიღებ. წიგს სწორად არ გადმოსცემს. აი რაში საქმეები მაგათი სისულელია. ქადაგებები სისულელია. და პავლე მაგალითად ძველ აღთქმას სწორად გადასცემდა, ხო? მაგრამ ის რაც ვერ შეამჩნია ძველ აღთქმაში, ქრისტეს რო შეხვდა მერე შეამჩნია. ძველ აღთქმაში ქრისტიანული ეკლესია დაინახა, ამას ქადაგებდა. კი არ დაურღვევია რამე ძველ აღთქმაში. პავლეს ძველი აღთქმა კი არ გადაუწერია. ქრისტეს ინტერპრეტაციით წაიკითხა. ქრისტესი წესები რისთვის იყო, როგორ იყო და ციტირება სახლის ძველი აღთქმის აღთქმაში სულ უამრავი ციტირებაა. მანამდე ვერ გაიგო ძველ აღთქმაში რომ ქრისტე უნდა მოსულიყო. ამ მდგომარეობაში ხართ თქვენ შემოკარგებო და ეს სამღვდელოება საერთოდ გზასაცდენილია. ეს გზასაცდენილია. ესენი ანტისემიტები არიან. ძველი აღთქმა ებრაელების წიგნია ამათვის. მე შეეცადნენ გაექართულები, ყველაფერი გააქართულეს. საქართველოს ქრისტეს დედულეთად გამოაცხადეს. გიორგი მფარველად არის საქართველოში. წილხვედრი ქვეყანა კიდე საქართველოს მარიამის ყოფილა. ეს ყველაფერი არის კრეხელობა ხალხო და შედეგი სახეზე გაქვთ. ყველანაირი გაჭირვების წინაშე ხართ. ოჯახები დანგრეულია. პოლიტიკური ანარქია, მედია ომია. სიძულვილია გამეფებული მაღალ დონეზე. ასე რომ თუ ვკითხულობთ ბიბლიის შემოკარგებო, აი მანდ არის ჩვენი ბედი, ჩვენი ისტორია, ჩვენი წარმომავლობა, ჩვენი მომავალი, ჩვენი აწმყო. ყველაფერი მანდ არის და ნუ ხართ რა ჩამოკიდებული ამ ხატებს. ყველა ხატ მოყარე და თაყვანისმცემელი, კერპ თაყვანისმცემელია და დაიღუპებით. იმიტომ რომ კერპები ღმერთს ეჯავრება. მე დამასწრებდით ახლა ჩემ კედლებს მოვჭედავდი ხატებით. მე დამასწრებდით ამას. მაგალითები უნდა ვიყო.
ეს ხო გამოკვლეულია, შესწავლილია და რუდუნებით რომ არ შევწდე რა. და არაფერი ზედმეტი. ის რაც ღმერთმა დაგვიწერა, პირდაპირ გითხრა, არაფერი არ დაამატო, არაფერი არ გამოაკლო, არაფერი არ შეურიო. განათლება შენი, ფილოსოფიური ტრადიციები, ეს ცით რომელი ზელის რომელი თავი რომელი მოხლია, კოლასელთა 2:8. ნახეთ რა წერია, ჩვენი განათლება არ შეურიოთ, ტრადიციები არ შეურიოთ, ფილოსოფიური განათლებით არ ახსნათ ბიბლია. რაც საკეთებდნენ შუა საუკუნეებში მაგარი შეცდომა იყო. და ფილოსოფოსებმა მოგიტანეს გაგება ღმერთზე. რა თქმა ფილოსოფოსების მოტანილი გაგება, აგერ ქრისტე ვინ არის? ამას შექმნა ყველა ადამიანი და მთელი სამყარო. ასე რომ საქართველოს აქვს ძალიან მძიმე პერიოდი, კოლაფსის მერე და წელში ვერ გაიმართებით. აირჩიეთ ან სეკულარული სახელმწიფო, სეკულარული სახელმწიფოც კი არ არის ახლა ქრისტიანული, მაგრამ ხო გითხარით ამის დანიშნულება ქრისტიანმა ვიცით და არ ვებრძვით. სეკულარულ ქვეყანას ჩვენ არ ვებრძვით ქრისტიანები. ჩვენ ვებრძვით სეკულარულ ქვეყანაში სატანურ რელიგიას, რომელიც ადამიანის სულს ღუპავს და სეკულარულ სახელმწიფოსაც არ აშენებს, ხელს უშლის. აი ეს არის ჩვენი ის. თორე სეკულარული სახელმწიფოს დანიშნულება ჩვენ ვიცით რა არის. დასავლეთის სეკულარული სახელმწიფოა. ჩვენ არ ვიცახით რომ ეს 64 და ვიცით რა როლი აქვს სეკულარულ სახელმწიფოს. აი ესეც კი არ შეგიძლიათ ააშენოთ. იმიტომ რომ თქვენ უკვე გააბატონეთ სატანური რელიგია და სატანური რელიგია დიქტატს უკეთებს პოლიტიკურ ცხოვრებას. და მასეთი პარლამენტი მიიღეთ. სატანური სეკულარებიც ყავთ და ის რაც არ უნდა სთხოვთ არაფერს არ მოგცემთ. გამორიცხულია. არ თქვათ რომ ქრისტიანები ხართ, კერხელობთ. იმას აქვს უფლება თქვას ქრისტიანი, ვინც ქრისტეს იცნობს. და თუ ქრისტეს არ იცნობ, რანაირ ქრისტიანი ხარ? ქრისტე რო გაიცნო, 66 წიგნი უნდა იცოდე, ძალიან კარგად. და ყველგან ხედავდე ცოცხალ ღმერთს და ახასიათებდე ადამიანების მიმითებით ღმერთმა რომ მეგვითედა და პირველი შენი თავი უნდა დაახასიათო რომ უვარგისი ხარ და უნდა გააღატაკდე და უნდა ფართო გზიდან ვიწრო გზაზე უნდა გადახვიდე. აი მას აკეთებთ? ყველა რომ მორწმუნეები გამიხდით აქა 90%. არც მიგვირს. ყველა ქართველი მართლმადიდებელია. გამოთაყვანებას უბრალოდ საზღვარი არ აქვს. პარლამენტში ყველა მართლმადიდებელი ზის. ყველა შეშინებულია. ყველა დაგიპონოტიზირებულია, ყველაზე ძლიერი ინტელექტით ხმას ვერ იღებს რელიგიის წინაშე. ამიტომ ამის მხილება ყველა ჩვენთაგან ის მოვალეობა, ვინც ქრისტიანი არ წმენაში და ინტელექტით. მაგარი მხილება. მხილება უნდა იყოს ყველანაირად, აი გასამათრახებელი მხილება, რომ ეს არის დამტკიცება სიყვარულისა, ერისა, სამშობლოსი და ღმერთისა. ამიტომ მართლაც ესია. ხო, ჩემთვის პირველ ადგილზე არის წმენა, პირველ ადგილზე ესე იგი ღმერთი, მერე არის სამშობლო და მერე არის ენა ადამიანი. აბა როგორ გინდა? ესეა, ჯერ ღმერთია, მერე დედამიწა, მერე ადამიანია. უნდა გავშიფროთ ხალხნო ესაა. ამიტომ ჩაუკვირდეთ ამას და გადავრჩებით. თითოეული ჩვენთაგანის გადარჩენილია ვინც ქრისტესთან ერთად. ეხლა თუ გამრავლდება ეს, სეკულარულ სახელმწიფოს შევინარჩუნებთ და მაინც კაცო ყველგან ესეა, სახელმწიფო ყველგან სეკულარულია. თქვენ ესეც კი ვერ გააკეთეთ. ამიტომ ინგრევა სახელმწიფო და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ერი კრეხელობს ხალხნო. ეს არის ჩვენი მიზანი და დანიშნულება. ერში შევიტანოთ ქრისტეს სიყვარული და ამის შედეგად ნორმალური სეკულარული სახელმწიფო ავაშენოთ, არ შეუშალოთ ხელი და ამ სეკულარული სახელმწიფოს რწმენის თავისუფლება დავტოვოთ. ახლა კი მანდ რწმენის დიქტატურაა, სატანური რწმენის დიქტატურა და ჭოლოკებით დაგდებენ. და ყველაზე მეტი შეტევა აქვს სწორედ იმ ადამიანებს, ვინც ამ ხელს ამას. ამიტომ ვარ მე უფრო მტერი ნომერ პირველი. ეს მე ვიცი რომ ესეა. ბიბლიდან ვიცი, განაიმიდან. ბიბლიიდან. თქვა, მე მდევნი და თქვენც დაგიწყებ მე მდევნას. მე თუ მტერი ვარ, თქვენც მტერი იქნებით. აბა, მარა, ხო და აგერა საქმეშიც ჩანს. ყველანაირად ჩვენ მიუღებელი ვართ ახლობლებისთვის. დებისთვის, ძმებისთვის, მეზობლებისთვის, ნათესავთვის მეუღებელი ვართ, ვინც ქრისტიანია. ეჭვგებარებათ, მაგრამ ჩვენ ყველას ვიღებთ სიყვარულით, იმიტომ რომ ღმერთის თვალით უყურებთ ყველას და ვიცით რომ ამ რეგვენების გულისთვის იესო ჯვარზე გაეკრა, მარტო ჩემი გულისთვის კი არა. და ამას ვეუბნებით და არ უნდათ და არჩევანს ვინც აკეთებს, იმ არჩევანზე მე პასუხს თვითონაც აკეთებს ჩემო კარგი. ქებაი და დიდებაი, ცოცხალ ღმერთისაი და მისი შექმნილი სამყაროსი ადამიანისა, მაგრამ პირველი ქებათა ქება სწორედ იმას ეკუთვნის, ვინც სამყარო შექმნა, ვინც ჩვენ შექმნა, სიცოცხლე შექმნა და ჩვენ იდიოტები რომ აგვიჟამყდით, გადაგვარჩინა და თვითონ გაიარა ის წრე, რაც არ უნდა გაევლო მას ჩვენი სიყვარულს ეს დაამტკიცა. ხუმრობთ, ღმერთი განკაცდეს და ამ დამპალ დედამიწაზე შემოვიდეს და ასე დამპლურად მოექცეს ცოდვილი ადამიანები და არც იცოდნენ მის გამომსყიდველს,
აკრავდნენ ჯვარზე და ვინც ეს გააცნობიერა, მოინანია კიდევაც და პირველი პავლე იყო და ის ქრისტიანები, რომლებიც მოხსენებულია ახალ აღთქმაში. თუნდაც ნიკოდემოსი, არიმათიელი და ასე შემდეგ და თავად პავლე კიდე დევნილი თავისი საძმოდან წარმართებში გავიდა და ერთ-ერთი წარმართი მეც ვიყავი, როცა ის ნიმუშად ღმერთმა დაგვიდო, როგორ უნდა გაქრისტიანდე და შენ წარმართულ ქვეყანაში, ვითომ რო ქრისტიანობა ქრისტეს სიტყვები შეიტანო. ეს არის ჩვენი მოვალეობა. აბა სხვა დანიშნულება დედამიწაზე ჩემი მოსვლისა ნამდვილად არ არის.